მოკლედ ეხლა დავიწყოთ სპეისერების დაყენებით. ეხლა ნახეთ როგორ გამოიყურება ეს. და მეორე მხარეს ნახოთ როგორ გამოიყურება სანამ დავაყენებთ. ძულებურა დაჭრიახი გონების ვარქონი რამდენიმე წელი თავზე გადაგასტრიქონი გითხარ როგორ გაძენი მეცაც გაუძლებ დონი დროს არ უასდი გავლას მე დრო არ მას ისტორიიცია სვისა ნახე რა უქენი ხოუსა ვიღება დინამიკში გავდენი თუ ერას ფიქრობთ აბა როგორია წეგან განახეთ როგორი იყო ეხლა ნახე რა მხილოთი გამოვიდა იმედია დრიფტში ხელსაც შემიწყობს მე ეხლა მეორე მხარეს დავაყენებ და შევამოწმებ რამე სხვა არ ედება, მოვატრიალებ საჭეს და წესით გაზომილი მქონდა, არაფერს არ ედებოდა, უпроსოდ არაფერს არ მოედებოდა, სანამ ვიყიდდი, მანამდე გავზომე, რამ ხელა მჭირდებოდა. და ეხლა კიდე გავზომოთ, როცა დავაყენებ მეორე მხარესაც. მოკლედ, როგორც ნახეთ, არაფერს არ ედება, მშვენივრად დადგა, რამ ხელაზე გამოდის გარეთ საბურავი ეხლა გაჩვენებთ, მანამდე ერთადერთი რასაც მიედო ეს შნურებია, რომელიც არის მოხვევის არა და ეს არის გაბარეტის ფარი და აქ მომავალი კაბელის შნურებია, რომელსაც ეხლა აქ გადავჭრი, აქ არის ხამუთით მიმაგრებული, გადავჭრი ამ ხამუთს, მივამაგრებ ზემოთ და ეს არის. მორჩი. ეხლა რომ დავატორმუზე უცებ, მიედო ბაგაჟს და კრილოს. ამასობაში მოვიდა გადასაფარებელი, როგორც იქნა. აი ამ სიმახინჯეებს აღარ დავინახავთ აქ რაც არის. ფაქტურად ამას ვერ ვაკეთებთ, მაგრამ დავმალავთ. და ერთად ვნახოთ რა მოვიდა. Autostop, xasse magandashim shemni cherda isto ძულებურა დაჭრიახი გონების ვარქონე მე რამდენიმე წელი თავზე გადაგასტრიქონე გითხარ როგორ გავძელი მეცაც გაუძლებ დონი დროს არ უასდი გავლას მე დრო არ მას ისტორია თუ არ დამეცდა დრომ რომ არ იყოს ამიტომ არ და ჩაგრუქარიყო ეცადე მე ძალიან მომწონს აღარ არის სიმახინჯე შესაბამისად რომ ლამაზად გამოიყურება ასევე რაც დიდი პლუსია ის არის რომ არის შავი და არ აირეკლავს მზეს საჭესთან როზი ხარ და დრიფტავებ განსაკუთრებით მაშინ როცა მზე ურტყავს წინიდან როდესაც თეთრი არის დაში ირეკლავს შუშა და შესაბამისად ცუდად ხედავ წინ როცა შავი არის ნაკლებად ირეკლავს ასევე იმიტომ აკეთებენ ხოლმე ალკანტარას რო გადააკრავენ ხოლმე წინ დაშზე მაგიტომ არის ზუსტად ეგ ფუნქცია აქვს და შესაბამისი ფუნქცია აქვს ამასაც და ასე რომ გამომადგება ლამაზიც არის და ფუნქციურიც როგორც იქნა ჩამოვიდა ტუჩი ჩვენი ჯისთვის დავაყენოთ მანქანაზე ტელეფონი მერე ბასტა ავტოგრაფმა ვაფშე გადაკლასა მესმის ხუში ერთი ფრაზა მიდი გადრაგე ბრაზა გუგო ითხოს ვიყო ცოტა ნასაცველი როგორც ვიმბიანი ტრასა მიზანი მოგზუსველი ვარ მოწოდებაზე და თუ რამე ისო გადოდი დავაყენეთ ტუჩი ბევრი წვალების მიუხედავად იმიტომ რომ მარტო გაკეთება ამისი რთული არის ეხლა დღეს მარტო ვარ და შეხედეთ როგორ გამოვიდა მე განახეთ დაშვებულზეც ეხლა აწეული მყავს ისე მანქანა მე მგონი ლამაზია დაწერეთ ამაზეც კომენტარები თქვენი აზრი მითხარით ვიცი ერთი სხვანაირი ბამპერიც არსებობს ამ მანქანისთვის რომელიც მომწონს მაგრამ ჯერჯერობით იყოს ეს ტუჩი უხდება შევღებო თუ არ შევღებო ეგ დამიკომენტარეთ წითელი იყოს თუ შავი დავტოვო ეხლა გადმოვაყენე აქეთ და ჩამოწეულზე ესე გამოიყურება ხო რაც არ მომწონს არის აი ეს ვერცხლისფერი ბოლტები ზოგადად ვერ ვიტან ხოლმე ეგეთ რაღაცებს ზედმეტ რაღაცებს გარედან მაგრამ ეხლა მომიწია და მაქვს მარკერი რითიც შევღებავ შავი მარკერით და აღარ იქნება ესეთი გამაღიზიანებელი მე მგონი კარგად გამოიყურება მოკლედ მოვიდა ფარების შეცვლის დროც გადმოვაყენეთ სტილში და დავიწყოთ
არებში. ვარ მოწოდებაზე და თუ რამე ისო გადოდი ვარ მოქმედებაზე სულ არ მღერით ვივილზე და მოგონებაზე და სულ არ და სულ იქნები ჩემს გემოვნებაზე და თუ რამე და თუ გენატრე უკვე გაიდროს რამდენი ვიბაზე შენზე ხო ყველამ გაიგოს ვისაც უნდა ჩაიხადოს ვისაც უნდა ჩაიდროს ისე ნუ იქნება დალიჟბი რამე ჩალიჩოს და ასე გამოიყურება ჩვენი headlight-ები. მე მომწონს მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იქნა დადგა დღე, რომ ჩვენ ვისრიალებთ, ერთი სიახლე გვაქვს, ეს დისკები ვიყიდეთ. რომელიც არის Cosmis Racing-ი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოდელი. მეორე დისკი უკან მიდევს საბარგულში, ამ ორი დისკის მეტი მაინც არ ეტევა ამანქანაში, ამ დისკებს დავუყენებთ უკან. ამ საბურავებს დავწვავთ. ეხლა რაც მიყენია საბურავები მაგას შევინახავ, სავარაუდოდ მაგას სამომავლოდ დავწვავ. დიდი არაფერი არ იქნება ეხლა იქიდან გამომდინარე, რომ ტრეკზე არ მივდივართ, ეხლა მივდივართ რაღაც აი წრიული ადგილი არის, სადაც ნუ დონატები გავაკეთოთ და რაღაცა ეგეთი ნუ თან მიჩის ვიდეოსაც ვიღებთ და შესაბამისად 2-1-ში გამოვა რა. ცოტათი ვისლაიდებთ, ცოტათი ვიდეოს გადავიღებთ, ცოტას გავერთობით და ეს არის რა. ეს დისკები ვიყიდეთ, იმიტომ რომ ქონოდა სათადარიგო დისკები და არ გვევლო ქარხნულ დისკებზე, რომლებსაც ვერ ვიტან, პირდაპირ ვთქვათ და ეხლა მიდევს სახში და ალბათ გავყიდი მალე. 4 წალი ესეთი დისკი ვიყიდე, 4-ვე სათადარიგოსთვის ვიყიდე, ან ნუ ჩვეულებრივათაც რომ დააყენო მანქანაზე ძალიან უხდება ისედაც, შეიძლება სათადარიგოდაც არ ჩავთვალოთ, მაგრამ მე ვიყიდე რომ სათადარიგოდ ვქონდეს, სადრიფტავოთ, გადავაცვით ამაზე სლიკები არის გადაცმული ეხლა 235-40-18 და treadwear არის 300, ანუ საკმაოდ მოჭიდებადი საბურავია დრიფტისთვის. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ცხენის ძალებისთვის არის იდეალური. ეხლა რომლებიც მე მაქვს ზუსტად ეს საბურავებია და მაქვს კიდე ორი საბურავი, ის არის 400 treadwear-ით, ის უფრო ნაკლებად მოჭიდებადია, მაგრამ ისიც გამოდგება დასაცვავად რა. მოკლედ ჩვენ მალე მივალთ უკვე ადგილზე, არ გამოტოვოთ, გვიყურეთ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო. გააზიარეთ, დააკომენტარეთ. ეხლა კი წავედით. ურაჭრია ხილონების ვარ მქონები, რამდენიმე წელი თავზე გადაგესტრიქონები, ხო როგორ გაძელი, მეცაც გაუძლებ დონი დროს არ უვასდი გავულას, მე დრო არ მასდის თორეიცია, სვისა. Got George over here. What's up? Of course. This one right there in the shade. Going for some cooler parking? Yeah, it's a nightmare being under the sun. Shoo. Sounds good. Good. Get some stuff to the shade. Yeah. Shoo! It's already so hot outside. What time is it? Like 12? Or 11? 12:08. 12:08, yeah. Too hot.
we brought water. Oh, shit. Yeah, close your window. Close your window. Car wash. Yeah, wide open. Oh, the sunroof! It's leaking in the car. My bad. All right, so a little tire update. Let's see if he made any progress. We're back again, George. Oh, I'm about to change the rims. Yeah, here we go. Money. George is now gonna drift around this thing in the middle of the cul-de-sac. So I'm gonna drive it out there and put it in the cul-de-sac. Let's go. Yeah, it's crazy. Gotta breathe. მოკლედ ისეთ ხელად უკვე ძალიან დავიღალე საბურავების შეცვლით და ეხლა უნდა გავიგეთო GoPro თავზე და წავიდე ნახო მოვსინჯო ეს ადგილი, იმიტომ რომ პირველად ვარ აქ და ალბათ გამოვა რამე რა. ნახოთ. Get in the middle. I might get in the car with it. Hold on. Where's your phone? You want to get in with it? Don, you come with it. Love John. Here, I'll film on top of the car with it. Go stand on the hood of the car. You got a phone? Jesus. So George tried one. I'm up here on top of the car. So I think he's gonna try another one. Let me jump down. He got super tight. What do you think? Smells like petroleum scent. Was it fun? It was fun. Yeah. Enjoy it. You got to come to the track and see the real deal. Absolutely, I will. Yeah. What did you think? It's fun? It is fun. Yeah. It's tiny. I don't like it. I mean, I like it to have a fun like days like this, but let's be honest, the track is the best. You guys know the track's always better. No reverse? You don't need it. Hold on. Hit the clutch. Double clutch. Pump it. Pump it. Oh my gosh. I have an idea. Shut down the car, put in the reverse and start it. This guy's a genius. There it is. Now start. Now start it. Let's go. Oh, that sounds good. That sounds... It's done? Yeah, I think it's pretty much done. Don't run me over. Oh, I'm so sweaty. მოკლედ ეხა გავანადგურეთ უკვე მიჩის მანქანა. ეხა გავალთ სავარაუდოდ მე და კრისი გავაკეთებ პატარა ტანდემს და თქვენ იქნებით შუაში და დაგვინახავთ იქ. Let's go.
Ready? That was good. Yeah, riding with George finally. What's up? Finally. Yeah, finally. This guy never drives. He's always behind the camera. It's good to see him out from behind the camera every now and then. We got Chris over here following us. He's got the follow or what? Yeah, I guess. There you go. That concrete is so sticky as well. Yeah, because everybody comes here all the time. Plus my tires, I lowered the pressure. Yeah. It's like 25. Yeah. And it's semi-slicks. So yeah. You wanna do one more? Together? Tandem? Yeah, kinda. Like you know, what do you call that? Windmill? Yeah. Try to. Just go in the center and do it? Center. Yeah. Okay. Yeah, I'll follow you. Okay. In the first gear. That was good. That was fun. Yeah, George out here getting wild. Let's go. Yeah. I need to. I don't wanna. It's getting hot. Yeah, let it cool off a minute. It moved a little
but it means it's hot. Temperature is coming down. That's cool. Yeah. I'm just gonna stop. I don't want to do some overheating things here. I don't have a Mishimoto. You do? You need to put it on. Yeah, I want to put it on. I don't have time. Leave a comment if you guys think George needs to put on his oil cooler and Mishimoto thermostat and radiator that he already has. For like 8 months. Yeah, or something like that. But yeah, so I don't know. That was fun. That was fun. Yeah. ესეც ასე, მე მგონი პატარა ეპიზოდი გამოვიდა, ცოტა გავერთეთ, ცოტა ვიმაიმუნეთ და აქ დავამთავრებთ, რადგან ეხლა მე მგონი წვიმაც დაიწყება. კი, კაია წვიმაში დრიფტი, მაგრამ ბევრი რაღაცა მაქვს გადმოლაგებული აქ, რომელიც უნდა ჩავალაგო, თუ წვიმა დაიწყება, შესაბამისად წვიმის დროს არ მინდა რომ ესენი აქ იყოს და ასე. მოკლედ, დაგემშვიდობებთ ეხლა, თქვენ არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი, დააკომენტაროთ, დაალაიქოთ, გააზიაროთ. მე ძალიან დიდ мотивაციას მომწონს თუ გააზიარებთ და ბევრი ნახვა ექნება ამ ვიდეოს. მესმის რომ ეს არ არის დიდი ვიდეო და რაღაცა მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ, მაგრამ მე მომწონს мотивაციას რომ გავაგრძელო. მით უმეტეს იცით რომ მე ვარ FD-ში, ფორმულა დრიფტში და შესაბამისად არ ვიღებ ხოლმე იქ ბევრ რაღაცას. წინა ვიდეო კი იყო გადაღებული, მაგრამ არ ვიღებ ხოლმე ძირითადად არც მაცლიან სიმართლე რო თქვა, მაგრამ თუ მე მეცემა ეს мотивაცია რომ გადავიღო ხოლმე ხშირად, რა თქმა უნდა მე იქაც გადავიღებ. კიდე ძალიან ბევრი რაღაცა შემიძლია რომ გაჩვენოთ აქედან და ვერ ვიღებ ხოლმე. მოკლედ და კონკრეტულად რო თქვა, თუ ბევრი ნახვა ექნება ამ ვიდეოსაც, ბევრ ვიდეოებს დავდებ შემდეგ და შემდეგ, რადგან ბევრი საშუალება მაქვს ამერიკაში. ასე რომ დროებით შემდეგ ვიდეომდე. Cune pura metrija, hivonების ვარ მქონელი რამდენი ნაწილი თავზე